ახალი გარემოებები ხდება ცნობილი დაკავებული დეკანოზის საქმიდან ადვოკატი ირმა ჭკადუა და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე რეზონანსული საქმის მოწმეებად სახელდებიან. არაოფიციალური ინფორმაციით სწორედ მამალაძე მოიპოვა მთავარი პროკურორის მიერ ნახსენები ფარული ჩანაწერები. ჟურნალისტი ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა საქმეში არსებულ უმძიმეს მასალებზე მიუთითებს. როგორც ირკვევა, ის დაკავებული სასულიერო პირის ნათესავია. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზე უკვე ღიად საუბრობენ სასულიერო პირებიც. განცხადებები არაერთგვაროვანია. სალომე ქოქიაშვილი ემზადება თემაზე სასაუბროდ. გამოძიების ფონზე მღვდელმთავრების საპატრიარქოში არსებულ შიდა ვითარებაზე პირველად ალაპარაკდნენ. მეუფე პეტრეს მიერ ინტრიგებში დადანაშაულებული მდივან რეფერენტი და ოქროს თევზებად მოხსენიებული რამდენიმე სასულიერო პირი. პასუხები მძიმე ბრალდებებზე ბერლინიდან. მოამბემ დღეს მეუფე იაკობის და შორენა თეთრუაშვილის პირველი კომენტარები ჩაწერა. ქეთი ქარდავას ჩავთავთ რამდენიმე წუთში გერმანიიდან. მანამდე კი ვიწყებთ საუბარს სალომე ქოქიაშვილთან. სალომე, პირველ რიგში კითხავ, ვისთან მიდის მთავარი პროკურორის მიერ 2 დღის წინ დასახელებული ფარული ჩანაწერების კვალი? ფარული ჩანაწერების არსებობაზე ამ საქმეში საუბარი არის როგორც აუდიო, ისე ვიდეო ჩანაწერებზე მიანიშნებენ საქმის ფიგურანტი მოწმეებიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვს საქმის დეტალებზე საუბრის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ ირიბი მინიშნებები კეთდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც თავად ამ საქმის მოწმეები, ისე საქმის ყველა სხვა ფიგურანტი, გარდა ამისა, როგორც არასამთავრობო სექტორის სახალხო დამცველი და თავად საპატრიარქოც, ყველა თითქმის საუბრობს იმაზე, რომ და ელოდება ამ ჩანაწერების გასაჯაროებას. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ დღეს ვიდეო ინტერვიუზე უარი საკუთარი უსაფრთხოების მოტივით თქვა. სკანდალური საქმის მთავარ მოწმეს მისი ვინაობის გასაჯაროების შემდეგ პროკურატურის გადაწყვეტილებით დაცვა მიუჩინეს. ჟურნალისტი მისი როლისა და მონაწილეობის დეტალებზე არ საუბრობს და გაუთქმელობის ხელწერილის პირობებში მტკიცებულებებთან კავშირზე მხოლოდ ირიბად მიანიშნებს. გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული პროკურატურასთან საქმის კიდევ ერთ მოწმეს, ადვოკატ ირმა ჭკადუას, რომელიც მამალაძისგან განსხვავებით დაკავებულ დეკანოზს პირადად არ იცნობდა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან სენსიტიური საკითხი და ვფიქრობ, რომ უნდა მიეჩეს საგამოძიებო ორგანოებს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა. მე პირადად მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოიქცეს ჩვეულებრივი კანონმორჩილი მოქალაქე. თუ მე მაგალითად ისე ვიძახი, ჩავიწერე დანაშაულის მომზადება, შეუძლია ვინმეს თქვას, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და ეს დანაშაულია? ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ დეკანოს გიორგი მამალაძესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. მისგან განსხვავებით ნათესაურ და ახლო მეგობრულ კავშირზე საუბრობს დეკანოზის ადვოკატი, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი დღეს მატროსოვის ციხეში მოინახულა. ის არის ირაკლი მამალაძის მიშვილის ნათლია და ის არის ირაკლი მამალაძის უახლოესი მეგობარი. პლუს ამას დამაბარა მანის, რომ ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები არიან შეცდომაში შეყვანილი და იმედი აქვს, რომ რეალურად დაინტერესდებიან იმ მდგომარეობით, რომ ის არ არის დამნაშავე. ის რომ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გუშინ სახალხო დამცველსაც უთხრა და მის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიის არსებობის ეჭვიც გამოთქვა. საფუძვლად კი ამ თეორიას საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურში მისი მუშაობა და ადვოკატის მეშვეობით გახმაურებული პოზიცია დაედო იმის შესახებ, რომ სინოდსა და პატრიარქს დეკანოზი მამალაძე რეგულარულად წერდა საპატრიარქოში ქონებრივი და ფინანსური მაქინაციების შესახებ. ამ ინფორმაციას დღეს ეჭქვეშ აყენებს ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი. ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შეტკიოდა გული. მამალაძეს გულის. რა თქმა უნდა, შიდა აუდიტს მე უნდა გამეკეთებინა. მე ვაკეთებდი მაგას, ეს მამალაძე იბრალებს. მაგის კეთილსინდისიერებაზე, მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრეს განმოვისმინე. დეკანოს გიორგი მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ისაუბრა ტელე იმედის ეთერში, როცა მისი დაკავება პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის პროვოკაციას დაუკავშირა. ეს ქალბატონი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს მანამ სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩინდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. მეუფე პეტრე, რომელიც 2002 წლიდან უდგას სათავეში ჭყონდიდის ეპარქიას, უფრო აქტიურად ტელეეკრანებზე გასულ წლებში ჩანდა, ხშირად ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქ ილია მეორის გვერდით. საპატრიარქოში არსებულ დარღვევებზე ის სინოდის ბოლოს ხდომაზეც საუბრობდა, თუმცა შორენა თეთრუაშვილისა და დეკანოს გიორგი მამალაძის დაპირისპირების შესახებ განმარტებების გაკეთებაზე მიუხედავად არაერთი მცდელობისა მოამბეს მაინც უარი უთხრა. გასულ დღეებში გაკეთებული კომენტარების გამო კი დღეს სასულიერო პირთა ნაწილმა ეჭვი გამოთქვა, რომ მიტროპოლიტი ამ განცხადებებით არა დაკავებული
დაკავებულ დეკანოს იცავდა, არამედ სხვა მიზანი ჰქონდა. მისი საუბრიდან გამომდინარე, ხო, ნიშნავს იმას, რომ პატრიარქი ჩვენს ეკლესიას არ მართავს, ერთადერთი ქალბატონი შორენა მართავს ეკლესიას, მაშინ ჩვენი პატრიარქი რას აკეთებს? მაშინ ანუ ესე იგი, ესე პატრიარქმა არაფერი არ იცის, ესე მე შაბაშლება დამრჩე, რომ მისი ეპისკოპი მეუფე პეტრეს გამოსვლა იყო პირდაპირ ეკლესიის წინააღმდეგ და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული. რას ფიქრობს ამ ბრალდებებზე მიტროპოლიტი უცნობია. დაკავებული დეკანოზი მამალაძე კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს. თქვენ გაისაუბრებოდით? რა თქმა უნდა არ გავესაუბრები, მაგრამ ვისთან ერთადაც ახლოს არის, ხო? ისინი გაესაუბრებენ. იგულისხმა თუ არა ქორეპისკოპოსმა ახლო პირებში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი უცნობია. დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისში გადმოსვლამდე ბათუმში მეუფე დიმიტრის დაქვემდებარებაში მუშაობდა. უშვებთ რომ მას შეეძლო პატრიარქის მოწამვლა? რა ინფორმაცია თქვენ გაქვთ, ის ინფორმაცია მაქვს მე. დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კი ამ დრომდე არ საუბრობს საქმის დეტალებზე და მაღალი რანგის სასულიერო პირებთან შეხვედრას ელის იმისთვის, რომ სკანდალური და საიდუმლოებით მოცული საქმის შესახებ საუბრისთვის კურთხევა მიიღოს. დაკავებულ დეკანოს დუმილისთვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს, ეს არის გაუთქმელობის ხელწერილი. შესაბამისად, მისი დაცვის მხარე აცხადებს, რომ სწორედ გაუთქმელობის ხელწერილი არ აძლევთ მათ იმის საშუალებას, რომ ისაუბრონ საქმის მათეულ ვერსიაზე და სრულყოფილად განახორციელონ დაკავებულის დაცვა. ამ დოკუმენტის გაბათილების თხოვნით დაცვის მხარემ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა ჯერჯერობით დაკმაყოფილდება თუ არა ეს მოთხოვნა უცნობია. ყოველ შემთხვევაში დღეს სახალხო დამცველი მიანიშნებს, რომ ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მსგავსი შეზღუდვა დაცვის მხარისთვის წარმოადგენს სერიოზულ შეფერხებას. დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რადგან ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ რეალურად ეს უფლება წართმეული აქვთ. იმ გაგებით, რომ ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება ისაუბროს საქმის დეტალებზე და დაცვის მხარეს ამის უფლება და რაღაც თქმის უფლება არ გააჩნია. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, დარღვევა და მე ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა გამოსწორდება ძალიან მალე. გაპასუხი აქვს ამ დარღვევის გამოსწორებაზე პროკურატურას ჯერჯერობით უცნობია. დამატებითი განმარტებები საქმის დეტალებზე ორშაბათის შემდგომ საგამოძიებო უწყებას უკვე აღარ გაუკეთებია. მადლობ, დაკავებული დეკანოზის საქმის ახალ გარემოებებზე სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა.